სიყვარულით სამუდამო თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა ესი ადრე ადგანიკა? ჩემი ტოროლა! ვინ არის ჩემი ტოროლა? ნიკა! ყავა გამიკეთე რა! ოღონდ უშაქროთ! შენ რო ისი არა! არა ორი კავზი ჩამიყარე! ნიკა! ნიკა! ჩემი საფულე ნახე რა! რატო ხარ ჩუმად ნიკა? ნახე უკვე! ნიკა! ვაიმე. დასაცმელი აქ არის. რატო ფიქრობ ესეთ სისულელებს? ვიცა. საძინებელში არ არის. სამზარეულოში არ არის. მისაღებ ოთახში არ ბრძანდება ვაჟბატონი. საძინებელში არ არის. საძინებელში ხო ვთქვი. საძინებელში არ არის. სამზარეულოში არ არის. მისაღებ ოთახში არ არის. აბაზანაში. კიდე კაი არ ვიყიდეთ ეს დიდი სახლი, თორე რა ჩამოთვლით ოთახებს. სად წავიდა ეს ბიჭი? ნუგზარისთან წავიდა და მალე შემობლაყუნდება ეხა. იქ ეხა ხო არ დაიწყებს ჭამას. ნუგზარისთან. საჭმელს ხო არ მოიკლებს ფაშა. სად წავიდა ეს კაცი? იღეხა. ლევანჩიკ, გამარჯობა. გაგაღვიძე ბოდიში რა. არ გეძინა? ვაიმე ხომ მშვიდობა. კინოს უყურებდი ხო? ნიკა შენთან არის? არა? ლაგოდეხში რა უნდა? მოგკლავე ხა. კაი რა, ნუ მე კაიფები, გული გამისკდა. იცოდე თუ დამშორდა, არ დამიმალო. ბოდიში. კაი, ხო წავედი, სადმე ეგდება ლოგინის ქვეშ. ხო, კაი, დაიძინე ხო. მე სად წავიდა, ეხა ეს გოდორი რა, სად წაბლაყუნდა. ვაი მეთით. Привет. ისე ხო კარგად ხარ ნიკა? მაგარი, ფანტასტიკურად რა. სირბილი დავწე და. მორცი ეხა. თუ სამსახურის საძებნად დარბი ხარ ნიკა. რა გინეში, ვერ გავიგე კაცო. ცხოვრების სტილი შევიცვალე უცებ რა, რომ ჯანზე მოვიდე ისე სამსახურში ვინ ამიყვანს. ჭიათურის მაღაროში იწყებ მუშაობას? ოფის მენეჯერად. ფორმა უნდა აღვიდგინო. როდის იყავი ერთი შენ ფორმაში? ვლაღიდგინო ფორმა რა. სულ ეგეთი ბუთქუნა და თამაზა მახსოვ ხარ. მივხვდი. ჩვენი ახალი მეზობელი როა ლალი. მასთან ერთად დარბი ხარ? ბისო. დიკუნა რა გინდა ეხა ვერ გავიგე რა ლალი რა ისედაც გული მაქვს ამოვარდნა. დიახ, დილაობით ის დარბის, მაგრამ შენ როდის დაინახე ერთი ეგ მაინტერესებს. მე არ ვიცი ვინ რას დარბის რა. მე დავბივარ ჩემთვის გემრიელად მარტო. ხო, გემრიელად. მე ჩვენთან ერთად ვირბენ დილაობით ხვალიდან. რას მიყურებ? ერთჯერადი პროექტი იყო თუ აღარ აპირებ ვარჯიშის გაგრძელებას? რა ერთჯერადი პროექტი რა გინდა ვერ გავიგე. მე ჩემთვის ვირბენ ცალკე, თქვენ ერთად ირბენთ ცალკე. ვინ თქვენ? რა თქვენ? რატომ მიშლი რა ნერვებში? აი, გირანი კარგი ცნობდე მაინც რა. დილით რო გწყურია ხოლმე, სამზარეულოში არ გამოდიხარ გეზარება, რომ შენ თავს ასიამოვნო. ეხლა დილის 8 საათზე ადგები შენ ისე?
გეხვეწები რა, ნუ ეჭვიანობ და რაღაცა მაჭამე რა. ნუ გადადიხარ ეხა სხვა თემაზე. კარგი. მაშინ ჩემო ლალი, ჩემო საყვარელო, მაჭმევ რა, ეს გვაქვს საჭმელი რამე. ვატყობ ლალის მოუწევ შენთვის მომზადება საჭმელების. აუ შენ ვინახარ, აქ ჩისტო? ამდენი ის ვირბინე რა, ასე ჭვიანობ და გავირბინე ამ ხელი მეტრა რა და შეკიდე. რა იბინე? რა და 850 მეტრი გავირბინე მაგ. ლალი რომ მიაცილეს სახლში ის დაგავიწყდა. ნიკა. კაროჩე მე ამშია და არ შევჭამე. და ძალიანაც კარგი. ვაი მე აუ ძალიან ცუდათავა რა. რა იყო ნიკა? ქონები გტკივა? ქონები კი არა კუნთები. სადა გაქვს შენ კუნთები? ვარიანტი არ არის რა გეუნები, ეხვალ ვერ წავალ სავარჯიშოთ რა. არაფრის თავი არ მაქვს. არაფრის თავი არ გაქვს, რა შესავალი იყო ეხა ეგ? წყალი წყურია თუ პულტი გინდა მოგიტანო? ერთიც და მეორეც. არა. აი მტყუილის სირბილის გამო არ მოგიტან წყალს. რატო არ მომიტანე? არ მოგიტან. აი სამსახურიდან რომ მოხვალ დაღლილი, წყალსაც მოგიტან ნიკა, საჭმელსაც გაგიწყობ, წვენსაც მოგართვევ და ერთ ლალისთაც მოგისვამ გვერდით. აუ გამხჩარ ვარ წყურვილით რა. სად დავიწყო ხლა ესე უცებ სამსახური? ტელევიზიაში ნიკა, მორბენალს ტრიქონად. ადექი და დალია, როდემდე უნდა გემსახურო. აუ კი არ უნდა მემსახურო, გოგო, უნდა მომიარო, მომიალერსო, ცივინიავი არ უნდა მომაკარო და საერთოდ ხელის გულზე უნდა მატარო მე რა. ქორწილში რასაც დამპირდი, ეხა მე გაგიკეთო არა? აუ ერთი კაწყალი დამალევინე რა. ნიკა. 800 მეტრი ირბინე და 5 მეტრია უკანამდე. გოგო დაღლილი ვარ რა, არ შემიძლია, ვერ ავდგები, ვერ რა, ბიჭოს. აბა ეხა დაგირეკონ დასალევად. აფრინდები კი არ ადგები. დასალევად კი არა, ქორწილისთვისაც რომ დამირეკონ იქაც ვერ წავა. იმედედა. ისე რა მაგარი ქორწილი იყო, ჩვენი ქორწილია. არ გინდა ეხა ეგ აფერისტობა, მაინც არ მოგიტანი. რა აფერისტობა, რა პურმალი იყო. ჯერ მარტო წყალი იყო ისეთი რომ ხალხი გაგიჟებული წავიდა ქორწილიდან. ნიკა. იცი რა? თუ გინდა რომ ფეხებმა გაგიაროს მალე. ააწყვე ზემოთ და კუნთები დაიზილე ესე კარგად. აი რა ლიკუნა დაზელვა უშველის ამას. კი, შველის. იცი მე რო ვარჯიშობდი, გოგა სულ ეგრე მიკეთებდა და მივლიდა. ვინ არის გოგა? შეგძლები არა? ოხ შენი. ხო და წყალი არის ონკანში, პულტი დევს თაროზე. სპორტსმენ. შენ რა გითხარი რა? რას მომინდომე სირბილი რას? ხო გაგირები სახში. აგეწია ის. კაი რა მთელი ოჯახი კისერზე მაწევს, ახლა გირები მაწევინე კიდე და. აბა შესაცოდაო რა დღეში ხარ, რა დღეში ხარ. შენი იღადავე და ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია ამ სახში. ახლა ჭურჭელი უნდა გავრეცხო, გამოვხვედე და დავრეცხო მე შენ რას აკეთებ? მე არ ვაკეთებ არაფერს. არაფერს არ აკეთებ. აი კვერცხი რო კვერცხია, იმის შეწვა არიცი. აქ ამოხვედი უკვე. ისიც მე უნდა შეგიწვა და ლოგიში მოგართვა რა. ხო ხედავ თავი არა მაქვს, მიდი შეწვი რამე ახლა. ცოტას მე შევჭამ. ამისთვის ილაპარაკე ამდენი შეკაცო. აი მეტედა, ხო. მე რა ვიცი, კაცო, იქნება პახმელიაზე იყავი და ცუდი ხასიათზე, რა ვიცი, შეიძლება გაიგოს კაცო. ღია! უდროს მოვედი აშკარად. არა, მამა, მოდი. მამა! ბევრი ირბინა და მასაჟს უკეთებდი. კაი, ხოლმე. ძაღლი გამოგეკიდა? არა, ბაჭია. მე მაგის წავალი არიცი? კი როგორ არა, ლუდი. ლუდი კი არა, ვარჯიში უნდა მაგას, ვარჯიში. ადექით ახლა ორივე ტრენაჟერებზე მივდივართ. ადექი. აუ, შანსი არ არის რა, თითქმის მოტეხილი მაქვს ორივე ფეხი ისე მტკივა. მე ვისრულობ. არა ვერ წამოვალ რა. ეს მართლა სულად არის. ადექი, ვარჯიში მოგიყვანს ჯანზე. ადექი. აი მე რა, ბოდიში, მაგრამ ტრაკი არა მაქვს და რა. ჩეცად გათხოვებ აგერ. 5 კილომეტრი ვირბინე რა არის ასაცილო კაცო. მე ზეთიგა გამოსასწრელი თუ კარლოტკები. ადექი ახლა, ადექი.
მამა, მე ბევრი საქმე მაქვს და ვერ წამოვალ და მიდი ადექი შენთან მოგიხდება, ადექი. გაი რა შენ ვერ გავიგე ჩემი ტრენერი ხარ თუ ცოლი. დამიხმარე. ტრენერიც ვარ და ცოლიც. მოდი, ვაიმედედა. თითო, ბატონო მახას. როგორ ახარ? არა მიშოს, ღვთისმშობლობით არა მიშოს. აგერ ფორმაში ხარ, რაღაცა. ყველა სიცნობს შენ იქ მარი. საკმარისია. ეს ჩემი სიძია. შემოგევნე, გაუმარჯო. ეხლა არ დამიწყო ამ გასიებულს გოგო როგორ გაატანეო და ეხლა. არა. ვარჯიშის დაწყება უნდა და მიმიხედე აბა შენ. მივხედავ. კი, ბატონო. შენ გამოვუცეთ. კი, ბატონო, მივხედავ. კიდე ერთხელ, ჩემო ძმაო, შენ შემოძრო. მოდი ძმა, მოდი. მოკლედ, რაში ახ საქმე? ჩვენი დარბაზია რა, ესე იგი გაიწევი ხოლმე, ძმაო, იქ აწევები არის, აქ ჩაწევები არის, იქ გაწევები არის, იქ მოწევები არის რა. ნამებს მე რა გიხსნი? ახ შენ რა მითხარი, იცი, ანუ ფორმაში ხარ, ხო, ანუ ვარჯიშობდი? კი, 90-იანებში სისტემატურად ვარჯიშობდი. ხო, და რა სახს ვარჯიშებიო? მე-7-ზე ამ მქონდა უედრევი წყალი. გასაგებია, დიეტა ძმა? დიეტა კი 6-ის მერე არ ჭამ 8-მდე რა. ხო მეტყობა. კაი, მომისმინე, სასმელთან მეგობრო? ამ კითხვაზე პასუხი რო არ გაქვთ შეიძლება. ანუ? კი, შავ, ჩემს იმას არ ვთხარ რა. აი, არ ვიტყვი შენს იმას. ესე რა მითხარი? ანუ დატვირთული გრაფიკი გაქვს დღის მანძილზე? კი. მე რატო რა სახის? ვჭამ. хорошо. შენ კუჭის მოქმედება როგორი გაქვს? ბატონო? კუჭის მოქმედება ან როგორი გაქვს? აუცილებელია? ნუ უნდა ვიცოდე რა. რა ვიცი. ნორმალია. არ არის პრობლემა. კაი. შენ რა მითხარი? ეხლა რამე გაწუხებ შენ? კი, უმუშევრობა. არა, ჯანმრთელობა ვიგულისხმ. ჯანმრთელობა, კი, გული. მოიце გული არ არის სახუმა, რატო გაწუხებს გული? აი რო არ მუშაობ, მაკვიდი ვაწუხე. წონა? 80 რა, პლუს მინუს 60. მოდი შენ ერთუთ ეხლა. რა არის? მოდი აიწონე რა. დააგდე ეგ შანთა. დადექი მინდა. დადე ორივე ფეხი. გამოიწვევ და სასტრაფოდ ვიწყებთ ვარჯიშს. მიდი, ჩქარა. ბატონო მახას, აი მაგარ ენერგიას ხარჯავ და კიდევაც ხართ აი მაგარ ენერგიაზე. მერე რა რომ ჭაღარა მასში შემოპარულა გული არა ბერდება. გააჩერე დედა მიცა ჩავდივარ. ბატონო, რაღაც წავიღინე ჩემთვის. ისე
კარგად გამოიყურები, რამე რო იყოს ერთ საშას კიდე მოიყვანდა კაცი, ხო? მაგას არ მეშიშინები ჩვენს პარლამენტარებს. დაუშვით მრავალწოლიანობა, დაუშვით. სამწოლს კიდევ მოიყვანეთ კი. აი რა იყო ბატონო მანხას? აი საიდან მოვიტანო პასტაფურცელი? ბატონო მანხას, რა მოგივიდა ძვირფასო? აბა მითხარი? აბა ენა გამოყავი, რა იყო? თვალთ დამიბნელდა უეცრად. მთელმა განვლინმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა აი ასე. ეს რა გადაგიტანია? დიტო! წყალი! მიარა კაცო ბატონ მანხას. აი უიტეთ. რასაკეთებ ნიკა? არაფერს. იცი ადრე მე ფეხბურთზე დავდიოდი და ტრენერმა მითხრა ასეთი სტილის ვარჯიშები უნდა ჩაატარო. მიდი რა მოუმატე უნდა დავეხარჯო ბოლომდე. ო, კაია. კაია? იგი მოიც. ნიკა, კარგად ხარ? ხო, რა ვიცი, კარგად. არაფერი მე მაინტერესებდა როგორ რეაქცია გქონდა. რასასაცილო ხარ ნიკა? ვაიმე, შენ არ იცი როგორ ვინერვიულე? მანხას რო რამე დაემართოს არ ვიცი რას ვიზავდი. მეც სულ მაგას ვეუბნები, უაზრად ბევრ ენერგიას ხარჯავს. აბა, მაგას არ ვამბობ მეც. მანხაზი ხარჯავს უაზროდ ბევრს, ძალიან. რა? არაფერი, ისე, ჩემთვისთვის რაღაც. ისე სხვათა შორის პახმენაზე ვარჯიში ვინ გაიგონა. შეცხვარდალი ეწუხე. კი, ცოტა დავლიე. კონიაკი 10 წლის დაძველების იყო. გასაგებია დაძველებული გიყვარს ყველაფერი. დაძველებული? ხო, კონიაკი. ქმარი. რა საყარელი ხარ ნიკა? რეებს ფიქრობ ბიჭო შენ იდიოტი ხო არა ხარ? საკუთარ სიდედრზე. ნუ ეხა სიდედრის არის და სიდედრიც ყველას ესეთი სიდედრი ხო არა ყავს კაცო. მაგრამ მაინც. აჩენ ბიჭო. მე მოვჭი და გავათავე. ასე უცებ გაათავე საყვარელი. რა? არა, ასე უცებ დაამთავრეთ მეთქი ვარჯიში. კაი, აბანოში შევა. აბანოში შეხვალთ. აბანოში შევალო. და არა შევალთო. შეგათახსირებულო კაცურებს ფიქრობა. ვაიმე დედა რა ცუდათავა. მალე მოვა კაცო. კი, 2 წუთში მოვა, ნუ ნერვიულობ. გასულა 1 საათი უკვე. ვაიმე, თუ ვერ მომისწეს ტელეფონს შენ გიტოვებ. რა ტელეფონს მიტოვებ? ჩემ მობილურს, რა ქონებაც გავაჩნია, შენ გიტოვებ. ვაიმე. აი მოვიდნენ. მე მგონი მოვიდნენ. ვაიმე. დიახ. კი, მარცხენა კარია. ახლავე გავაღებ. დიახ. ვაიმე დედა. მობრძანდით. ვაიმე, კი მომიშველეთ, კი მოგდები. კი მომიშველეთ. მობრძანდით. მიშველე. ვაიმე, კი მიშველეთ. ვაიმე დედა რა ცუდა. აი ბიჭო სირცხვილია. ვაიმე. დამშვიდი. ვაიმე. აბა რა გვაწუხებს? თქვენი არ ვიცი რა გაწუხებთ, მაგრამ მე მგონი უკდები ექი. ტანზე კი არ ეთყობა. ჩემს ნიკოლოს თუ ის სპორტსმენია. ძალიან ბევრი მოვიდა, ბევრი იშრომა, ბევრი ვარჯიშა და გაიშოვდა. გადარჩება, არის ნერვიულად. გადარჩებაო, ხედავ, ნუ გიშოვდა. ექიმი გამოიძახე თუ ნათელმხილველი კაცო. მოდი ახლა მე წნევას გაგიზომავ და მე ყავაში ჩაგიხედავ არ არის პრობლემა. ხედავ, ეგეც არ არის პრობლემაო. ჩემი ფუმფუა. და ნახოთ აბა წნევა რამდენი გაქვს. ცოტა გეტკინება ხელი არის ნერვიულო. გავუწელი, მიდი. აბა ექიმი რა ხდება? 140 გაქვს 70-ზე. ვაიმე. გადავჩები. კი, გადარჩები. ყავაში ჩახედო აღარ გინდა. თუმცა მაღალია. მაღალია? მაღალია.
წყალი მომიტანე. წყალი? ახლავე ექიმო. აი მე რომ ეთხოვა პატივცემულო ექიმო. წყალი. არ მომიტანდა არაფრის დიდებით. აი, ასე დღეში ვარ. ინებეთ. კიდევ ხარ მოგეყოლა რაღაცეებია, როგორ დღეში გაგდებს ცოლი. ვაი. ჩვენი ფოტოების ალბომი ხომ არ მოგართმევთ? არა, იყოს მოდობა. ანუ სპორტით ხართ დაკავებული. კი. ჯოკით ხტობაზე დავდივა. ძალიან. კარგით რა ექიმო რა, სპორტსმენობა მეთხოვა ეხამე. ერთხელ მივარჯიშე და ცხოვრებაში იქ აღარ შევარ. მოკლედ თუ კიდევ გადაწყვეტ სპორტით დაკავებას, ცოტა მიეპარეთ ნელ-ნელა ესე პირდაპირ არ გინდათ დატვირთვა კარგით. კარგით. და დაისვენეთ, რამდენჯერმე გავუსვენეთ წნევა მაინც, ხო? კი, გავუსინჯე. მადლობა ექიმო. გაიგონე რა თქვა? კი. წნევა გავუსინჯე ხოლმეო. არა, დაასვენეთო, მოასვენეთო და მოუარეთ. კარგი, ჩემი სიც. კარგით, გამოჯამრთელდით მოკლედ და თუ დაგჭირდათ აგვირეკეთ აუცილებლად. აი რო გადავრჩები, ჩემი გადარჩენის უნდა აღნიშნოთ მერე. მაგარი დრო უნდა გავატარო და დაგპატიჟებთ აუცილებლად. ხო. გიტარას მოვატანე ბიჭებს რამე შეუბეროთ ერთი დაჭყოჩიანად. ვიქეიფოთ. არ არის საჭირო, დიდი მადლობა. მე პაციენტებს ვინ მიხედავს. მართალიცად. ისე რო იქეიფებთ მეორე დღეს დაგვირეკეთ, გამოგვიძახეთ და მოვალთ. მგელა ბანს იმღერებს, მე ხას შევჭამ. გიყვართ ხაში კაცო. კი, ძალიან. აი მადლობა რა, დიდი მადლობა. ვაი ბიჭო. გელა, გამოყევიცოდე პურმანზე ენაწყლიანი ჩახარშე და თავად დაიქნები. აბა, ნახვამდის დიდი მადლობა. აი, აბა ბედნიერად. დედაფეხები არ მივარ. ხვალ წავალ და ახალ მაისურებს გიყიდი. რა ვითომ რა ხდება? ესე თუ გააგზავნე შენ ვარჯიში, აღარაფერი ჩაგეტევა. გადმოგასკდება კუნთები. აი შენ მეკაიფე და რომ დავიბერები მე ნახე რამდენ ქალს მოვეწონე. всё! იცოდე მორჩა. ხვალიდან არანაირი ვარჯიში, არანაირი სწორიკვება. შეჭამ მწვადებს, ხინკალს და სუხორცებს და მორჩა. კი ბატონო, შენი ხათით მაგასაც ვიზა. ვაი მე დედა. რა გავაკეთო ხვალ? რა ვიცი, რა გვაქვს? ხორცი გვაქვს. ტოლმას გავაკეთებ ან ქაბაბს? ძალიან გთხოვ რა, რაღაცა ეს ტოლმა, ქაბაბი და ყველანაირი მოგრძო რაღაცეები დაივიწყე, რაც შტანგის ასოციაციას გამიჩენს, კაცო. ერთი კვირა მაინც. ვაი მე დედა. ვაიმე, რა ივარჯიში ასეთი რა. ვაიმე, არ მინდა მტკივა ყველაფერი. რა მივარჯიშე კი არა, გოგო? არიცი მთელი დარბაზი მე მიყურებდა რა. რატო ჩემო რემბო, გული აგერია? მოიცა კაცო, შენ ნუ იცი ხოლმე ყველაფერზე ეს რაღაცა ჩაშხარება რა. გული კი არ ამერია, გოგო 50 კილოიანი გირები ვაფრიანი ჰაერში ძმაო. შტანგების გადაღუნოა და რაღაცა. მე არაფერი რო არ მეყო და არ დავიღალე, მამაშენი შემოუსუკისებს და ბუქნები ვაკეთე. გადაერია. ესე იგი სიმძიმეებს კარგად ზიდავ, ხო შენ? 500-600 კილო არაფერი არ არის ჩემთვის. რა მაგარი ბიჭი ხარ. ახლავე დავრეკავ თეიკოს. თეიკოს შეგდოს. ისეთი არაფერი ხარ შენ რო ვერ შეძლო თან. ახალი პიანინო იყიდეს და უნდა აიტანონ მეხუთე სართულზე. თან ესე 300 კილო თუ იქნება. აი გამოგივათ არაფერი კაცო. რატო? იმიტომ რომ მაგას ხელის მოსაკიდი არ აქვს პიანინოებს, თორე იქაც შემოთავაზეს დარბაზში ზურგზე მადებული და აიდა ერთი ხელი ხომ რა მომეკითხა. აუ რა მაგარია, მამაჩემ ძალიან გაუხარდებოდა, ხო? მაგრად გაუხარდებოდა, კაც ვკითხე თუ გინდა. მართლა ვკითხო? რა ვიცი. დაურეკო? დღეს არ გინდა კაცო. ხვალ კიდე იქნებ და გავიწყდეს. ვაიმე.